მონაწილეობითი ბიუჯეტის ფარგლებში ხარაგაულში უკვე მეოთხე წრეზე წავედით, სამჯერ განხორციელდა ბიუჯეტირების ფარგლებში დაფინანსება პროექტების, მოქალაქეები თვითონ ირჩევენ მათთვის სასურველ კონკრეტულ პროექტებს, ხოლო ჩვენ შემდგომ ვახორციელებთ და ხალხს მოთხოვნისამებრ თავიანთ ქუჩებზე, თავიანთ სახლებთან ახლოს მოწესრიგებულ პროექტებს ვაბარებთ. პროექტის იდეა იყო წინა ზაფხულს და ის რომ წელს უკვე გაკეთებულია, არის ძალიან სასიხარულო ჩვენთვის ბავშვებისთვის. პირველ რიგში მინდა მადლობა გადაუხადო ხარაგაულის მერიას იმისათვის, რომ ბავშვებს გვაძლევს საშუალებას ვიცხოვროთ უკეთეს გარემოში. ის რომ დღეს ჩვენ სოფელში გვაქვს სკვერი, არის ნიშანი იმისა, რომ სოფელი დღითი დღე იზრდება და ვითარდება. რა თქმა უნდა, დიდი მეც ვიქონიებთ იმისათვის, რომ მომავალშიც ბევრი მსგავსი პროექტი იქნება და კიდევ გვექნება საშუალება მეტად გავაბრავალფეროვნოთ ჩვენი კუთხე. გასულ წლებთან შედარებით წელს მეტი თანხა ჰქონდა ბიუჯეტიდან ჩადებული 10 პროექტი 300,000 ლარის ფარგლებში, რომელიც მზის სინათლეს იხილავს, ხოლო ვფიქრობთ, რომ მომავალ წლის ბიუჯეტის დაგეგმვის დროს კიდევ და კიდევ უფრო მეტი იქნება გათვალისწინებული. რაც მთავარია, ეს არის პროექტი, რომელიც სრულ მოწონებას იმსახურებს მოქალაქეთა მხრიდან, რადგანაც იდეები მათგან მოდის, ხოლო განხორციელება ხდება, ორგანიზება ხდება მერიის მხრიდან, ასე რომ ჩართულობა, რაც უმთავრესია მიზანი ამ პროექტის არის, რომ იყოს რაც შეიძლება მეტი ჩართულობა მოქალაქეთა მხრიდან და ადგილობრივმა ხელისუფლებამ და მოქალაქეებმა ერთად განახორციელონ მათთვის საჭირო პროექტები. ეს იდეა შევიტანეთ შარშან 2024 წელში, გავიმარჯვეთ პროექტში და მამას თავისთავად ყველაფერს თავისი წესი აქვს, დრო დაჭირდა და დაიწყო გაკეთებას და ყველა მოხარულები ვართ. თქვენ ხედავთ, ბავშვები სულ ყველა ადგილობრივი მაცხოვრებლები არიან და ზაფხულზე მეტი კიდე ბავშვები არიან, რომ ჩამოდიან და ბევრი ბავშვები არიან უფრო. რა ვიცი, მე მადლობას მოუხდი ჩვენს რაიონის ხელმძღვანელობას, თქვენ ყველას, ვისაც წვლილი მიუძღვის ამ ბავშვების გახარებაში და წელს კიდე მეორე პროექტი მივიღეთ გაისისთვის და მეხუთე ადგილზე გავედით. სოფელში კეთდება გზასთან ახლოს წყარო. ჩვენ ბედნიერები ვართ იმით, რომ მოსახლეობა კმაყოფილი გვყავს განხორციელებული პროექტებით და ვიმეორებ, არა მარტო მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროცესში, არამედ მოქალაქეთა ჩართულობა სრულიად ხარაგაულის ბიუჯეტის ფარგლებში, რომელიც საკმაოდ მზარდია. ჩვენ 2013 წელს დავიწყეთ და 4 მილიონი იყო ხარაგაულის ბიუჯეტი, ეხლა გვაქვს 34 მილიონი, ამიტომ ამ პროექტის მიმართულებით პროგრამაში ჩვენ შეგვიძლია გაცილებით მეტი ჩავდოთ მომავალ წლებში. საღანძილე შევფენეთ ახალი გარემო ბავშვებს და ასეთი პროექტებით თუ იქნება კიდევ, რა თქმა უნდა, კიდევ მივიღეთ მონაწილეობას, კარგი ტემპით მუშაობენ და რავი, ლამაზდება სოფელი. საბავშვო მოედანი, სადაც გაერთობიან ბავშვები, ახალგაზრდები და სოფელში რომ არ დაიცალოს და გქონდეს ბავშვებს გასართობი ადგილი. თუ იქნება კიდე ასეთი კარგი პროექტები, ყველა პროექტში მივიღებთ მონაწილეობას. მინდა ჩემს ხარაგაულელებს, იმ მოქალაქეებს, რომლებიც ინიციატივიანობით იყვნენ გამორჩეულები და წარმოადგინეს იდეები, მადლობა გადაუხადო, ხოლო მათ, ვინც მიიღებს უკვე გამზადებულ პროექტებს, უსურვო სიკეთე და მათ გარშემო მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა, რომელიც მათ და მათ შვილებს გამოუადგებათ.